სარეცხის მანქანა დომესტოსით არ გაწმინდოთ. გასუფთავება დაიწყეთ ფხვნილის უჯრით, რადგან სწორედ აქ გროვდება ხოლმე ძალიან დიდი ოდენობით სოკო, ობი და ბაქტერიები. რეცხვისას შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც სოდა, ისე ჩვენთვის მისაღები ნებისმიერი ისეთი საშუალება, რომელიც არ აზიანებს პლასმასას. ამ პატარა ნაწილის მოხსნაც არ დაგვავიწყდეს, რადგან აქაც საკმაოდ გროვდება ხოლმე დაბინძურება. ამ ადგილსაც დიდად არ უხდება ძლიერი ქიმიური საშუალებები, ამიტომ ვიყენებთ სოდას. კარგად გავწმინდოთ ყველა მხარეს, მათ შორის ზედა ნაწილში, აქ ობი ძალიან მარტივად იკიდებს ფეხს და ასევე არ დაგვავიწყდეს ამ ნაწილის კარგად გახეხვა. ყველა კუთხე კუნჭულს მივაქციოთ ყურადღება, რადგან ობს და ბაქტერიებს მსგავსი ადგილები განსაკუთრებით უყვართ. შემდგომ ცარიელი სარეცხის მანქანა ჩავრთოთ წმენდის რეჟიმზე, რაც 60 გრადუსი მაინც უნდა იყოს და ჩავყაროთ ბარაბანში სოდა. სოდას არავითარ შემთხვევაში არ შეურიოთ ძმარი, რადგან სოდა და ძმარი ერთმანეთს ანეიტრალებენ და წმენდის ეფექტი პრაქტიკულად ქრება. სოდის გამოყენების შემდგომ საკმაოდ არასასიამოვნო ნადები დაგხვდება, რომელსაც კარგად გავასუფთავებთ და უკეთესი შედეგისთვის მეორე ცალკე ციკლზე ისევ 60 გრადუსზე უკვე გამოვიყენებთ თეთრ ძმარს. წელიწადში რამდენიმეჯერ ნიმუმჟავად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ყოველი რეცხვის შემდგომ კი სარეცხი მანქანის კარი და ფხვნილის ჩასაყრელი ღია დატოვეთ.